ქართული კოშმარის არაღიარების აქტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკვე დარეგისტრირებულია. ორპარტიული დოკუმენტის მთავარი მოთხოვნაა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ლიდერობით მოქმედი ნებისმიერი მთავრობის აღიარება შეერთებული შტატების მხრიდან არ მოხდეს. ოლიგარქიული რეჟიმის არაღიარების პოლიტიკასთან ერთად ამერიკამ არ უნდა გამოყოს დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის ან მისი მოკავშირე ნებისმიერი მთავრობის მიმართ. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები სახელდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მისი ნებისმიერი მოკავშირე. დოკუმენტი ამერიკის მთავრობას უკრძალავს ნებისმიერ მოქმედებას ან ფედერალური სახსრების გამოყოფას, რათა აღიაროს ან ნებისმიერი ფორმით იგულისხმოს ბიძინა ივანიშვილის ან მისი მოკავშირე ნებისმიერი მთავრობის აღიარება. ორპარტიული დოკუმენტი მოუწოდებს ამერიკის მთავრობას, რომ სანქციები, რომელიც რეჟიმის მიმართ დაწესებულია, უნდა აღსრულდეს. მათ შორის საუბარია მაგნიტსკის გლობალური აქტითა და აღმასრულებელი ბრძანება ნომერი 14/024-ით დასანქცირებულ პირებზე. ანუ შეზღუდვების მთელი სიმკაცრით გავრცელების მოთხოვნაა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რადგან ის სწორედ 14/024 ბრძანებით არის დასანქცირებული, რაც რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ ძირის გამომთხრელ საქმიანობაში ჩართულობას გულისხმობს. ქართული კოშმარის არაღიარების აქტის მთავარი მიზანი კი კანონპროექტის ავტორი კონგრესმენების თქმით, საქართველოში ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი აგრძელებს ტირანული რეჟიმების არაღიარების დიდ ამერიკულ ტრადიციას. მე და დონალდ ტრამპი ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად. ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. ამისთვის საჭირო გზა არის ამ უკანონო ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს. ამჟამად ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტია, ეს ივანიშვილის ხალხია. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აცხადებს. 26 ოქტომბრის არჩევნებს კი გაყალბებულად მიიჩნევს. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს დამოკიდებულება იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ საქართველოში კონსტიტუციური პირობები აღდგება, რაც ახალი არჩევნების ჩატარებაში უნდა გამოიხატოს. ეს აქტი გვეხმარება როგორც ჩვენ ქართველებს, აქ ასევე ევროკავშირს, რომ ისინი შეუერთდნენ არაღიარების აქტს და არ აღიარონ არც ივანიშვილის ხელისუფლება, არც პარლამენტი და მით უმეტეს არც პრეზიდენტი. მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფო, ყველაზე ძლიერ მოთამაშე საერთაშორისო არენაზე, პრინციპულად უჭერს ხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისათვის, სამართლიანობისათვის. ეს აქტი გულისხმობს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ორპარტიული თანაინიციებით და მხარდაჭერით და შემდგომში ბუნებრივია ევროპული კავშირის სახელმწიფოები არაპირებენ აღიარონ ეს თვითმმართველი რეჟიმი, არაპირებენ რომ რაიმე ტიპის თანამშრომლობაში შევიდნენ მასთან, რასაც რა თქმა უნდა ექნება ძალიან პირდაპირი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა იმ თვითმმართველი რეჟიმის მმართველობაზე. არაღიარების აქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მთელი ცივილიზებული სამყარო არის შეთანხმებული იმაზე, რომ ოცნების ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ სრულად უარყო ცივილური დემოკრატიული თამაშის წესები. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები ამერიკის მთავრობის პოლიტიკად იმ შემთხვევაში იქცევა და სამართლებრივი ძალაც იმ შემთხვევაში ექნება, თუ მას კონგრესი დაამტკიცებს. კანონპროექტის დამტკიცებას ჯერ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, შემდეგ კი სენატის თანხმობა სჭირდება. ბოლო ეტაპი კი მასზე ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმოწერა უნდა იყოს. სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ეს ხისტი გადაწყვეტილებები პოლიტოლოგების თქმით, მძიმე შედეგების მომტანი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკური კუთხითაც იქნება. ვაშინგტონი ეს არ არის მხოლოდ თეთრი სახლი. ეს არის მსოფლიო სავალუტო ფონდი, ეს არის მსოფლიო ბანკის ჯგუფი და ასე შემდეგ. ეს გზავნილი არაღიარების ხომ იქნება ტრანსლირებული ასევე ამ ორგანიზაციებში, იმიტომ რომ გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის
ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამ ფინანსური ორგანიზაციებიდან შეწყვეტა ჩვენი მაკროეკონომიკური დახმარების არის ძალიან ცუდი ნიშანი, რომელსაც შეიძლება მოყვეს ძალიან რთული ეკონომიკური პროცესები, კრიზისი და ასე შემდეგ. ქართული კოშმარის არაღიარების აქტთან ერთად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ერთი კვირის წინ ხელახლა დარეგისტრირდა მეგობარი აქტიც. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება. წარმომადგენელთა პალატა ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი მსახურების დასანქცირებას ითხოვს. მეორეს მხრივ კი კანონპროექტი ქართველი ხალხის მხარდაჭერას, უიზო მიმოსვლის დაწესებასა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას გულისხმობს.